საკრებულოს სხდომას დაწყება საკლდა 2 წუთი, რომლის შემდგომაც როგორც ჩანს მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი შიგნით შეშვების, თუმცა ეს შიგნით დაშვება აღმოჩნდა ხანმოკლე, რადგან როდესაც მე შევედი საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე ჩინოვნიკს კითხვით მივმართავდი და მაინტერესებდა საკრებულოს შიდა სივრცე რატომ იყო სავსე საჯარო მოხელეებით, რითაც მიზანმიმართულად იზღუდებოდა მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილები. ამ კითხვებზე და ამ ფაქტით დაინტერესებაზე აგრესია ჰქონდათ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს და ეს აგრესია გამოიხატებოდა ჯერ სიტყვიერად, რომლის შემდგომაც უკვე ისინი გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე, ხელების გადაგრიხვის პრინციპით მე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გამომათრიეს, გადაჭარბებით არ არის ეს ნათქვამი, ნამდვილად გამომათრიეს საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან და მე უკვე შემეზღუდა საჯარო სხდომის გაშუქების შესაძლებლობა. ჩემზე სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშწორების ფაქტს აკვირდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, რომელსაც რეაგირება კანონდარღვევაზე არ მოუხდენია, ჩემთვის ამ დრომდე არ განუმარტავთ თუ რის საფუძველზე დამატოვებინეს სხდომათა დარბაზი და კანონით მონიჭებული უფლება რატომ შემიზღუდეს.